როგორ უნდა შევამციროთ საგზაო შემთხვევები, როგორ უნდა გადავკვეთოთ ქუჩა უსაფრთხოდ და რა უნდა გაითვალისწინოთ მძღოლებმა გზებზე მოძრაობის საინფორმაციო კამპანია და აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისათვის ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი არის ჩვენი სტუმარი, დილამშვიდობის კალბატონ ეკა, მოგესალმებით. როგორც ყოველთვის საინტერესო ინიციატივებით და აქციებით გამოდიხართ, რასთან გვაქვს ახლა საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია და თავშივე მნიშვნელოვანია, როგორ შევამციროთ საგზაო შემთხვევები დასაწყისივე ამ აქციისა. რა აქტივობებს გეგმავთ და ვინ არის კონკრეტულად ამ კამპანიაში ჩართული? დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში თქვენ ძალიან ხშირად უთმობთ დროს საგზაო საფრთხეების ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ აქციას, ძალიან სასიხარულოა, რომ კერძო კომპანია, ისეთი როგორიც არის Kia Motors-ი, ბოლო პერიოდში თბილისის რამდენიმე შუქნიშანთან დაახლოებით 20-ზე მეტ ადგილას განათავსა წარწერები ეკეთილი რჩევები ქვეითებს. როგორიც არის, მაგალითად, დაელოდე მწვანეს, გადასვლამდე გაიხედე და ასე შემდეგ. და ამ წარწერების აღმოჩენის შემდეგ ჩვენ ავიტაცეთ ეს წამოწყება და შევუერთდით Kia-ს ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ინიციატივას, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და დღეს მოხალისეების ჩართულობით შუქნიშანთან, ერთად შუქნიშანთან კოსტავას ქუჩაზე გავაკეთებთ საინფორმაციო კამპანიას. საინფორმაციო კამპანია მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ სტატისტიკა, არის თუ არა გაზრდილი საგზაო შემთხვევები, იყო გარკვეული ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ შემცირებული იყო ეს მაჩვენებელი, თუმცა რა მდგომარეობა გვაქვს ახლა? სტატისტიკაზე ნამდვილად ვერ გეტყვით დამაიმედებელ შედეგებს, იმიტომ რომ 2015 წელს, როდესაც მივიღეთ ჩვენ ეს ოფიციალური მონაცემები, აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი გაზრდილია, სტატისტიკური მონაცემები 20%-ით არის მომატებული, ანუ ფატალური შემთხვევები არის ძალიან გაზრდილი. ისევე როგორც დაშავებულობა. ეს არის მართლა შემაშფოთებელი მონაცემები და ჩვენ მაშინ ვიავტეხეთ განგაშისარები, რომ მოქმედება არის საჭირო ამისთვის და არ არის მხოლოდ საკმარისი საგანმანათლებლო კამპანია. ის რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ძალიან ხშირად ვაკეთებთ, ეს არის ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ამით დიდ შედეგებს ვერ მივაღწევთ. საჭირო არის ასევე აღსრულება, ადმინისტრირება და ძალიან მკაცრი ხელი ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ აქვე მინდა დავძინო პატრულის როლი, თუ შეიძლება ამ ბოლო დროს ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ის, რომ პატრული არის გააქტიურებული, ხედავთ ქვეით პატრულებსაც და ძალიან მისასალმებელი არის ეს. უბრალოდ ასევე გვესმის ჩვენ ძალიან ბევრი საპროტესტო რაღაც გამოძახილი, დამრღვევი და დაჯარიმებული საგზაო მოძრაობის მონაწილეებისგან. მინდა აღვნიშნო, რომ დაჯარიმება ყოველთვის არის მტკივნეული. მინდა ვთქვა, რომ აი პასიური ქმედებიდან, რომელიც ჩვენთან იყო აქამდე და ყოველთვის ვამბობდით, რომ პატრული ვერ აღასრულებს კანონს, უცებ გადავედით აქტიურ ფაზაში. ვისურვებდი, რომ როგორც პატრული, ასევე ვთქვათ, საგზაო მოძრაობის მონაწილის თანამშრომლობა როგორ ვთქვა, უფრო რბილად იყოს შემდგარი, რასაკვირველია უნდა დაჯარიმდნენ მძღოლები, თუ ისინი არ ღვევენ კანონს, განსაკუთრებით პარკირებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს აი ესეთ რაღაცნაირად ის არააგრესიული კამპანია და არ უნდა იწვევდეს მძღოლების თუმცა პრობლემა შექმნა, მე მაინც მინდა აღვნიშნო იმ 200 ლარიანმა ჯარიმამ, რომელზეც საუბარი დაიწყო ბოლო პერიოდში, როდესაც მანქანა ქმნის საავარიო სიტუაციას და შემდეგ პატრული აჯარიმებს. ანუ ეს ჯარიმა არსებობდა რეალურად, თუმცა ამის აღსრულება არ ხდებოდა, სწორედ ამაზეა საუბარი, რომ კი არსებობდა, იყო ეს მუხლი და ეხლა შემოუღიათ და ამის განმარტებაც უწევს ხშირად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომ ახლა არ გააქტიურებთ, ახლა არ შემოუღიათ ეს მუხლი და ეს იყო ეს ჯარიმა, თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე ასე ვთქვათ გაიგო, რომ ეს ჯარიმა არის 200 ლარიანი და ისეთ ადგილზე, სადაც მოძრაობას აფერხებ, არ შეიძლება მანქანის გაჩერება. ანუ ერთის მხრივ არის ის, რომ უნდა გავამკაცროთ ჯარიმები და მათი აღსრულებას მოუმატოთ და მეორეს მხრივ არის ის, რომ ვთქვათ, აი ეს იწვევს მოსახლეობაში პროტესტს. ანუ უფრო ეფექტური პრევენციისთვის არის საინფორმაციო კამპანია თუ აქტიურად დაჯარიმება მძღოლებისა, რომლებიც არ ღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს. როგორ ფიქრობ შენ? მოგახსენებთ, რომ ორივე ერთად მოქმედებს ძალიან ეფექტიანად. ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ პატრულის თითოეულ თანამშრომელს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მაშინ როდესაც გამოწერს ხოლმე ჯარიმას. არ აქვს ამას მნიშვნელობა ის რა რაოდენობის იქნება. რა თქმა უნდა, მაღალი ჯარიმა უფრო აგრესიას გამოიწვევს დამრღვევში, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ყოველმა პატრულის ოფიცერმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და 100%-ით იყოს დარწმუნებული, რომ ამ ადამიანს ეკუთვნის 200 ლარიანი და არა 10 ლარიანი ჯარიმა. თუმცა როდესაც ჩვენ გვესმის პროტესტი აი ამ კუთხით, რომ ეკუთვნოდა 10-იანი, მაგრამ უფრო მაღალი გამოუწერეს. მე ცალსახად მივესალმები აი ამ პატრულის აქტიურობას და ასევე მინდა უსურვო მათ, რომ არა მხოლოდ არასწორი პარკირებისთვის, არამედ ქვეითებთან და მძღოლებთან მიმართებაშიც უფრო გააქტიურონ თავიანთი აღსრულება. ეკა ხშირად არის განწყობა, რომ თქვათ მძღოლები, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან, ამბობენ, რომ თუ არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ვერ
ვერ იმოძრავეთ პლის ქუჩებში, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ავტომობილი. აი ამაზე რა სიტყვა? ავტომობილი ნამდვილად ბევრია და გაზრდილი არის ბოლო მონაცემებით დაახლოებით 12-15%-ით ავტოპარკი. ეს არის გრძელვადიანი მოსაგვარებელი პრობლემა და ვერ ვიტყვით რომ აუცილებელი არის წესების დარღვევა. სამწუხაროდ ზუსტად ის არის რომ ყველა ასე ფიქრობს და აღმოჩნდება რომ არის მე საბოლოო ჯამში ქაოსი. ზუსტად ამისთვის არის პატრულის როლი მნიშვნელოვანი იმისთვის რომ აი მოაწესრიგოს და არეგულიროს და როდესაც 200 ლარიან ჯარიმას გადავიხდით დარწმუნებული ვარ არავის გაუჩნდება უკვე დარღვევის სურვილი. მადლობა ეკა, მე ვფიქრობ რომ მძღოლების გარდა ქოითად მოსიარულეებიც უნდა იყვნენ ყურადღებით და არ უნდა შექმნან ის სიტუაცია რომ შემდეგ საგზაო შემთხვევასთან მქონდეს. და დავიწყოთ ექსტრიგი და საგზაო უსაფრთხოება. დიდი მადლობა ეკა ლალიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.